ინვესტორებში დაბრუნებული ნდობა და ბანკების ლიკვიდურობის მაღალი კოეფიციენტი მსოფლიო კრიზისის გავლენის რთული პერიოდი გადალახულია ხელისუფლებამ თავისუფლების აქტი უკვე გამოუშვა, ახლა ჯერი კერძო სექტორის გააქტიურებაზეა. შესაბამისად პრეზიდენტი ბიზნესის ხელშეწყობისათვის ინიციატივებით გამოდის. როგორ აფასებენ კერძო სექტორში ახალ წამოწყებებს და რას ფიქრობენ თავად ხელისუფლებაში, ნახეთ ლელა ციკლაურის რეპორტაჟი. მსოფლიო კრიზისის გავლენის უმწვავესი პერიოდი გადალახულია. სტატისტიკური მონაცემებით ეკონომიკა დასტაბილურდა და სხვადასხვა სექტორებში გააქტიურება შეინიშნება. ამის დასტურია პირველ რიგში ინვესტორების ნდობის დაბრუნება. ეს კარგად ჩანს ევრობონდების მაგალითზე. სახელმწიფო აქტივების საერთაშორისო ბირჟაზე გამოშვების ნიშნულს $100 დაუბრუნდა, მაშინ როცა ის აგვისტოს მოვლენებისას $22-მდე დაეცა. ეკონომიკის გამოცოცხლებას აჩვენებს ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების გაყიდვებიც. ბოლო თვეებში დარეგისტრირებული ავტომანქანების რიცხვი გაიზარდა. კიდევ უფრო შესამჩნევია 2%-იანი მატების ტემპი მეორად ბაზარზეც. მშენებლობების განახლების პარალელურად სტატისტიკა მეორადი ბინების ტრანზაქციაზეც 0.5%-იან ზრდას აფიქსირებს. ფინანსური კრიზისის პირველი ფაზის გავლის შემდეგ ჯანსაღია საფინანსო სექტორიც. ეროვნული ბანკის რეზერვებმა დღეს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ის უცხოურ ვალუტაში 2 მილიარდზე მეტია. აგვისტოს მოვლენებისა და კრიზისის შემდეგ ბანკებში ყველაზე მეტი მოცულობის დეპოზიტებია მობილიზებული. საერთო მოცულობა 3 მილიარდ 105 მილიონს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 1 მილიარდზე მეტია. კრიზისის ეკონომიკური ნაწილი გადალახულია, ახლა მთავარია მისი ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევა. ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის განცხადებაა. ხელისუფლებამ თავისუფლების აქტი უკვე გამოუშვა. ახლა კი კერძო სექტორის გააქტიურების დრო დგება. პრეზიდენტმა ბიზნესმენების ხელშეწყობისთვის ახალი ინიციატივები წარმოადგინა. პირველი, ბიზნეს სექტორისთვის ფულადი ნაკადების შესაქმნელად ბიუჯეტში ცვლილებები შევა. წლის ბოლომდე მეწარმეებს მათ მიერ გადახდილი დღგ-ს გადასახადი უკან ერთ თვეში დაუბრუნდებათ. საერთო თანხა 35 მილიონ ლარს შეადგენს. ამ წლის 10 თვის განმავლობაში ბიზნეს უკან 126 მილიონი ლარი დაუბრუნდა. ეს გაცილებით მეტია ვიდრე 2006-7 წლებში ერთად აღებული. 300.000 ლარი დაუბრუნდა იბერია ბიზნეს ჯგუფსაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მათკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს თანხები, რომელიც განთავისუფლდება, პრინციპში მოგწევს საშუალებას საბრუნავი საშუალებებისკენ მიმართოთ და ეს გააძლიერებს ბიზნესს და ახალი სიტყვა იქნება. ინიციატივა მეორე. საგადასახადო დავების საბჭოში ბიზნეს ასოციაციისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები შევლენ. სტატისტიკური მონაცემებით საბჭოში შესული საჩივრებიდან 51% ბიზნესმენების სასარგებლოდ გადაწყდა, 59% კი არ დაკმაყოფილებულა. ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელები სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის დავების გადაწყვეტაში თანამონაწილეობას მიესალმებიან. ისინი ამბობენ, რომ მეწარმეების დასაცავად საბჭოში ობიექტური არბიტრის როლს შეასრულებენ. ბიზნეს დაიცავენ, თუ რასაკვირველია, მეწარმე მართალია და არ სწოდავს. ბიზნეს დავების წარმოშობის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მარტო უხდებოდა თავის დაცვა. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ დავწუნდებით, რომ ნამდვილად ბიზნესი მართალი არის ამ დავაში, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მათ მხარე დავუჭიროთ. ინიციატივა მესამე. საგადასახადო ღონისძიებებზე გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, როგორიცაა 48 საათზე მეტი ხანგრძლივობით საწარმოების დალუქვა, ფინანსთა მინისტრის ბრძანების დონეზე გადაწყდება. დღეს სავაჭრო ქსელის სუპერის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიზნესის საგადასახადო ადმინისტრირება კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. ერთი კვირის წინ მისი რამდენიმე ობიექტი ინვენტარიზაციის მიზნით დალუქეს. წინა საახალ წლს შოკი მოულოდნელად დასრულდა. ინვენტარიზაციის პროცედურა ჩატარდა ნახევარში, რაც პრაქტიკულად ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო. ყველაფერი ბუნებრივი არ არის, თქვათ, იდეალურ წესრიგში და კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი ბიზნესის და საგადასახადო ორგანოების თანამშრომლობისთვის. ზოგადად გააქტიურდა საგადასახადო სამსახური და ამ სამსახურის გააქტიურების შედეგია, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ჩამოიშალა, მათი სააკაშვილმა კახაბაიდურაშვილის უწყება სახელმწიფო წილის მქონე საწარმოებში კორუფციის აღმოფხვის მიზნით კონტროლის გამკაცრებაც მოსთხოვა. თანხების დატაცების ბოლო შემთხვევა სწორედ ახლახან მოხდა. აეროპორტის დირექტორი და მისი მთავარი ბუღალტერი დაკავებულია. ქართველი ხალხი ქირაობს იმისთვის, რომ ამ ხალხმა არა რაღაც ეიფელის კოშკზე ისადილონ განუზომლად დიდი ხარჯები ქონდეთ და თავიანთი ოჯახის კმაყოფას მოახმარონ, არამედ იმისთვის, რომ დივიდენდი სახელმწიფო მიიღოს, საიდანაც მერე ფინანსდება ყველა ის ხარჯი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, იქნება ეს პენსია, მასწავლებლების ხელფასი თუ ასე შემდეგ. მთავრობას პრეზიდენტის ინიციატივების განსახილველად მცირე დრო აქვს. შემდეგ კი ჯერი პარლამენტზე მიდგება. ბიზნეს სექტორი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ცვლილებების შედეგებს ელის.